დღეს ჩვენ დავინტერესდით დედაქალაქის რომელ უბნებში არჩევს ცხოვრებას მოსახლეობა. აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი საბურთალოა, სადაც ბინების ფასი ვაკის ფასებს გაუთანაბრდა. ხალხს ურჩევნია ახლადაშენებულ კორპუსებში შეიძინოს ბინა, თუმცა უსახსრობის გამო ხშირად არჩევას მაინც გარეუბნებზე აკეთებენ. წელი ვეძებდი და შევძელი ის რომ ვიყიდე დაშენება და გამმართლა იმაში რომ დაშენებაში ნელ-ნელა ვიხდიდი ფულს. ნელი გოგუაძის ოჯახს ახალი ბინი შეძენა საბურთალოზე, პეკინის ქუჩაზე სურდა. თუმცა სასურველი ფართის მოძებნა ხელსაყრელ ფასად 1 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს. მინდოდა ბინის ყიდა საბურთალოზე, ძირითადად მინდოდა 60-ოთახიანი და ახალაშენებულ ბინას ვეძებდი, მაგრამ 60-ოთახიანები კვადრატულობა ახალაშენებულებში როგორც წესი არის სულ მცირე 120 კვადრატული. ყველაზე ბევრი რაც შემოდის, ანუ ყველაზე მოცულობითი არის საბურთალოს. ინტერნეტ პორტალ საქმეჯის რედაქტორი ყველაზე მოთხოვნად უბნად საბურთალოს ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მყიდველები ხელმისაწვდომი ფასის გამო უპირატესობას გარეუბნებსაც ანიჭებენ. მე შემდეგ სხვადასხვა მოთხოვნადობის ვთქვი, მოდის უკვე სხვადასხვა გარეუბნები, ალბათ იმიტომ რომ ფასი ჩვენი რეალობიდან გამომდინარე უფრო მისაღებია შეიძლება მასისთვის. უძრავი ქონების სააგენტო კიბეში შესული განცხადებების უმრავლესობა დედაქალაქის ცენტრალურ უბნებზე მოდის. სააგენტოში მომხმარებლების არჩევანს ტერიტორიული ფაქტორით ხსნიან. დეველოპერული კომპანია არცის გენერალური დირექტორი კი ამბობს, რომ ცენტრალური უბნების ნაწილი მოსახლეობისთვის საცხოვრებლად მოსახერხებელი არაა. გამზირის ამონეთის ჩამოყალიბდა და მქონია თავისი რესტავრაციის მერე უფრო როგორც სავაჭრო და გასართობი და რესტორნების ქუჩა, მაგრამ არა როგორც საცხოვრებელი, ეს არის ერთი და საკმაოდ ხმაურიანი ზედ ლეხანოზე ცხოვრობდა. უმეტესად ახალი აშენებული კორპუსები ძირითადად არის საბურთალოზე. აქედან გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორიულადაც უფრო მისაღებია კლიენტებისთვის. თავად მოსახლეობა საკუთარ არჩევანს ასეხსნის. სადიყიდით ბინას. აუს თუნდაც იგივე ხალხაში. ბიჩეული ვარ და კომუშენ უფრო მოსახერხებელია. ფასებზეა დამოკიდებული და რამდენად დიდი შესაძლებლობა მექნებოდა, თუმცა სავარაუდოდ ალბათ უფრო აქეთკენ ვერა და საბურთალო თუნდაც. იმიტომ რომ ხელმისაწვდომია ვთქვათ უნივერსიტეტთან მიმართებაში და ტრანსპორტის ნაკლებად გამოსვლა მომიწევდა. ვაკესა და საბურთალოზე საცხოვრებელ ფართებზე ფასები ბოლო წლებში თითქმის გათანაბრდა და კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ 1000-დან 1200 დოლარამდე მერყეობს. ცენტრალურ უბნებთან ერთად მოსახლეობა საკუთარ არჩევანს ძირითადად ახლად აშენებულ დასრულებულ კორპუსებს